ის დღეა, როცა ფარდა ეხდება თმის ზეთის შემადგენლობებს. მაგალითად, მივდივართ მაღაზიაში, ხედავთ ცნობილ ბრენდს აქვს ხაზში თმის ზეთი და ვფიქრობთ, რატომაც არა კარგი იქნება. სინამდვილეში, შენ ყიდულობ უბრალოდ თხევად სილიკონს. მოდი განვიხილოთ, რას აკეთებს თხევადი სილიკონი. თხევადი სილიკონი გარს ეკვრის თმას და ბეჭდავს. წარმოიდგინე, როცა არის დაზიანებული თმა, გაყოფილი თმა, გადაეკვრება სილიკონი და დაბეჭდავს. სინამდვილეში არ აძლევს თმას დატენიანებას, არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დატენიანდეს, პირიქით ბლოკავს და შიგნით არაფერს არ უშვებს. როგორ უნდა გავიგოთ ახლა კარგი ზეთი რომელია? პირველი სამი ინგრედიენტები არის სილოქსინი და კონოლი, ბევრს არაფერს არ ელოდოთ ამ ზეთისგან. უნდა ვეძებოთ მარტივად ახსნილი შემადგენლობა, მაგალითად არგანის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ჟოჟობას ზეთი. ეს ყველაზე მარტივი გზა არის, ავირიდებთ ბევრი ქიმიური შემადგენლობით თმას დატვირთვით. სინამდვილეში თხევადი სილიკონის წინააღმდეგი სულაც არ ვარ, მაგრამ არა პირველ სამ შემადგენლობაში. როდესაც პირველ სამ შემადგენლობაში წერია თხევადი სილიკონი, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით არის მოცემული ზეთში და თუ ვყიდულობ ზეთს, მინდა ვიყიდო ზეთი და არა სილიკონი. თუ გინდა გაიგო, შენ რა პროდუქტები გჭირდება, მომწერე და დაგეხმარები აუცილებლად. არ დაგაუწყდეს, შენი თმა, შენი სავიზიტო ბარათია.